გამარჯობა ხალხებო. ხან ერთ ვიდეოს ვერწვევ და ხან კიდე 1000 ვიდეო, მაგალითად დღეს ძალიან ბევრი ვიდეო ჩავწერებ. ეს ნახეთ, ეს ქართული სპეციები მუდამ ჩემთან და იქით კიდე იტალიურები. ხალხებო, წავიკითხე ბოლო რამოდენიმე კომენტარი. მართლა რამოდენიმე, ზოგი პირველი დასაწყისი წავიკითხეთ, რომ ეგრევე დავბლოკე, ანუ კიდია ნერვებს არ ვიშლი უბრალოდ. არ მინდა, არაფრად არ გთვლით. შვილს ფიცა ვარ. მართლა კითხვის ღირსიც არ ხარ ზოგი. ანუ მე მიხარია კაცო, ესე რომ გამოხატავთ თქვენს შეხედულებებს ჩემს ვიდეოებთან დაკავშირებით და მადლობას გიხდით იმიტომ, რომ თქვენი ვიდეოები მე ფულს მაძლევს, ანუ ფულს მაძლევს იმ გაგებით, რომ თქვენი ბანძი კომენტარებით და ჩემი ასევე ბანძი პასუხით ნახვებს ვიღებ და თქვენით ფულს ვაკეთებ. ხო და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხო არ გავინათე თავპირი, ერთი წუთი, ცოტა. აი ეს ჯობია. არც იქით, არც იქით. ეხლა ვაკეთებ ის სალატა დი რისო, ესე ქვია, ბრინჯის სალათი, რომელიც მზადდება ბრინჯით, იუსტერით, ანუ ჩვენ საქართველოში იუსტერს სოსის ვეძახით და აქ სოსის სულ სხვა რაღაცას ეძახიან და ძალიან არ მომწონს რომ განათება ძალიან ცუდი მაქვს, ერთი წუთი. ესე, რომელშიც მიდის აი ეს ყველი პომიდორი და ასევე მწვანე ხახვი, რომელიც უკვე აგერ მზად მაქვს, გამზადებული. და ძალიან დაღლილია. ძალიან დაღლილი ვარ და მინდა რომ თან ცოტა გონსმოვეგო. რომ წასული ვიყავი, რაღაცები შევიძინე, მე ერთი კვირის სპეცას ვაკეთებ ხოლმე ხო იცით. და დღეს დიდად ბევრი არაფერი არ შემიძენია, იმიტომ რომ ნაკლები ყველი და ეს უნდა შევიძინოთ, ავჭავთ უკვე ცოტა დიეტაზე ვჯდებით, რაც ნაკლები ყველი და ნაკლები ხორცეული, მით უკეთესი ჩვენთვის. შემდეგი კერძი არის, რომელიც მზადდება სოკოთი, ორნაირი შამპინიონი, კამოსოკო და ხორცის ფილეტები, რომ კერძის სახელი არის, თუ გამახსენდა სკოლაპი არ მახსოვს. კარჩი. ხორცის ფილეტები, სოკოს соусით, სოკოთი გემრიელისია. არ ვიცი მე რამდენად მოვახერხებ ყველა კერძის გაკეთებას იდეაში, მე კერძის გაკეთებას და რეცეპტებს არ განახებ, ძალიან მეზარება. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ბანძი კომენტარები, რომლებიც იწერება ხოლმე, ძალიან დიდ ძალას მატებს და მეწოდებით და მესაცოდავებით ხოლმე, ესეთი საცოდავი ხალხი და ესეთი ხართ 3-4, 5 მაქსიმუმ. ბოლო ვიდეოში დავაფიქსებთ, რომ ისე იყავით ხოლმე 1 ან 2. ერთ შევატყე რომ კარგი კომენტარს არ განვიხილავ, მაგრამ რაღაცა პატარა იმას გეტყვით, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს. არაფერში, ყველაფერში არის მართალი თავის გადმოსახედიდან და მეგობრობა იქნება ეს, ურთიერთობა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის იძახის თავის სიმართლეს და არავის ჯოკერს არ უტოვებს, რომ ვიღაცამ ჯოკერი გადაურტყას რაღაცაში. აქედან გამომდინარე, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბევრს შურს, რომ მე ანტონიოს გვერდით ვარ და მე მან მივიღო 3 შვილით, რომელიც ასე თუ ისე 80%-ით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილების კეთილდღეობაში და რჩენაში, ბჭყალებში, ასე რომ ვთქვათ. და მინდა ვთქვა, რომ ხო, ხარ გაბოროტებული ვიღაცა, რომელიც ალბათ შვილიც არ გაგაჩნია და
ისეთი ადამიანი ვერ გიპოვია, რომ შენი კი არა და დაგაფასოს. და მე მყავს სამი შვილი, რომელსაც ყავს ის ადამიანი, რომელიც მას აფასებს მისი სამი შვილით. აქედან გამომდინარე, სამყაროს და უფალს ძალიან დიდი მადლობა, რომ მყავს ანტონიო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან საოცარი ადამიანია, მეც კარგი ადამიანი ვარ. Хоć ბედი-ბეცაო, რაღაცასაო თუ ფერიფერსაო, მადლი ღმერთსაო, რა შუაშია ბედი. ჩვენ ვართ ძალიან ისეთი ქარიზმატული და ძალიან კარგი წყვილი, რომელიც ვუგებთ ერთმანეთს ძალიან. მე ანტონიოზე აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი. რა თქმა უნდა, მანაც აბსოლუტურად ჩემზე ყველაფერი იცის, ადან ჰაემდე. მინდა გითხრათ, რომ კოზი ნაცარში ჩაგიმძღნერდათ ზოგს. და რა ვიცი, ხალხო, ანტონიო თუ არა, სხვა იქნებოდა. ან რა ვიცი, უნდა იმსახურებდე, რომ იღებდე. ასე რომ მე თქვენ ცუდი კომენტარები მართლა არ მწყინს იმ გაგებით, რომ ვხედავ თქვენს მსოფლ ხედველობას, ვხედავ თქვენს საცოდაობას, ვხედავ თქვენს პროჭის ჟიმჟიმს. შეიძლება სულაც ჩემი ძალიან ახლობელი იყო და მიწერდე იმ კომენტარს, რასაც მიწერ, მაგრამ მაგარი მკიდი ხარ. კეთი ყოველთვის შენზე 7 ნაბიჯით წინ იქნება. ერთით კი არა, 7 ნაბიჯით წინ. მოგცემდე, მჭირდება ჯერ. მე მოგცემ ჩემს ოღონდ ცოტა ხანში. ხედავთ როგორ ბობოქრობს ტელეფონზე. Eccola. Salute. Sabuka. Саба. Да. Так что, девочки и мальчики. სადაც გინდა იქ მიდი. როგორც გინდა ისე მიდი. აქვს ტყონია დედის ტაკუნები, ვინც ახარ და როგორც ახარ. უბრალოდ გითხარი რომ მეწოდები. გამომილასო. ხო. რა ხალხო მეტი რა გითხრათ. ერთი კომენტარი დაიწერა რომ ქართველი ხალხი ძალიან გაბოროტებულიაო. გოწობოწო თემები 100%-ით გეთანხმები. შენ სახელი არ მახსოვს. მაგრამ 100%-ით გეთანხმები. ქართველი ხალხი ვართ. მრავლობითში ვიძახი, იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ, თორე სულაც არ ვარ ეგეთი დედამოტყნული, როგორც ზოგი არიან. არავისი არაფერი ამშურს, არავის ცხოვრება არ მაინტერესებს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველა ცხოვრება ყლეზე კიდია. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მაგარი არ მაინტერესებს ჟუჟუნა და ციელა როგორც ცხოვრობენ. მართლა. უბრალოდ მიხარია შენ რაღაცა კარგი ფაქტი და შემიძლია დაგირეკო და აი მე აბა რა მოხდა მოყევი, თორე მაგარი შუშუზე მახატია როგორც ცხოვრობ. მე ეს კატეგორია ვარ. არც განგიკითხავ შენზე დროს როგორ დავკარგავ, ვინც არ უნდა იყო. და თქვენ ვინც აი ესე ხართ ჩემზე, მე ძალიან მახარებს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგავარ. 3 შვილით კი არა, 9 შვილით გავთხოვდებოდი რომ მომემდოვებინა, იმიტომ რომ ადამიანი ვარ სწორი. ვიცი ფასეულებები. შეიძლება ჩემი ყლექმარიც ხარ, ვერ გაიგებ რაც დამიწერე კომენტარში. მაგრამ თუ ქალი ხარ, დაუშვათ ვინც ეს ყლე კომენტარი დაწერე, მაშინ გისურვებ რომ ჩემი ყოფილი ყლექმარისნაირი ქმარი და კაცები მოგცეს ღმერთმა ცხოვრებაში. მეტი არავინ და არაფერი. ღმერთს ვთხოვ მთელი სულითა და გულით, მთელი არსებითა და გონებით და ჩემი სხეულით, რომ ჩემი ყოფილი მეუღლისნაირი მეუღლე ან ცხოვრების თანასწორი შეგახვედროს. შევთხოვ უფალს, ვინც ეს კომენტარი დამიწერდა, ხვდები ვიზეც ვლაპარაკობ. რომელიც ხარ შენ თვითონ ხვდები. ხო და ნუ გეჭვით ტაკოები. ეხლა ვიღაცამ დამიწერა წინის ვიდეოში. ანტონიო სუდარი დაშორდითო, შიქ ხო არა ქალურად დავშორდი. ჯერ 2 წელია ერთად ვართ, როგორ დავშორდი? ან რატომ უნდა დავშორდე? რის გამო? ხო, მე ცოტა ხასიათი მაქვს, შეიძლება უცბად ვუთხრა. ახოი თქო, მაგრამ რატო? ჩემ ხასიათს ვერ გამსაზღვრავ. მე ისეთი კარგი ადამიანები გამიგდია ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მაშინ ვიყავი პატარა. და ამ ყველაფერს ვერ ვაფასებდი.
არ არის გამორიცხული, ერთ დღეს გავიღუძო და ამას ვუთხრა ჩაო თქო. მაგრამ ეს იქნება ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი, იმიტომ რომ მე ვარ ესეთი. მე შემეძლო გიორგისთან დღემდე უყოფილიყავი. მაგარი რა. მე ხო, რაც ვჭამე 13 წელი. ასე რომ დიახაც რატომაც არა 3 შვილით კი არა ქალო 9 შვილი რომ ყოლოდა და 15 შვილი რომ ყოლოდა იმით გავთხოვდებოდი რომ მომენდომებინა აქ შვილზე არ არის ლაპარაკი აქ არის ადამიანობაზე როგორი ადამიანი ხარ და ადამიანი 2 წელი ვერ თამაშობს მაქსიმუმ ითამაშო 2-3 თვე მე ხედავს ყველა შენს სინამდვილეს ხო ესეა ხოდა შენ იმდენად გაღრწნილი ადამიანი ხარ სულ რომ გაუთხოვარი იყო და სულ რომ შვილი არ ყავდეს ჯერ დარწმუნებული ვარ არავის არ ენდომები და ყველას ენდომება 5 შვილიანი ქალი მოიყვანოს ცოლად ვიდრე შენაირი ყლექალა თუ ქალი ხარ და უფრო მეტ დიდ პატივს ვცემ ხოლმე ქმარ განაშორებ ქალებს უკვე იციან ცხოვრება რა არის უკვე იციან და შორების მიზეზი ასე თუ ისე და ხშირ შემთხვევაში არიან ბოზი ქალებიც როგორ არა მაგრამ არის ქმარი გრუზინი მამაკაცი რომელიც მარკებს იწევს ძმაკაცებთან რაც უფრო მეტი ქალი ყავს იმოტყნული ნერვს მომიშლით თქვენი კომენტარები მკიდია თქვენი კომენტარები პახუდ თან მაძლიერებს თან იმას მაფიქრებინებს რომ რა ძალიან თესლი ქალი ვარ იმ გაგებით რომ მე ყველაფერი შემიძლია სამყაროს და უფლის დახმარებით თქვენ კიდე რა შეგიძლიათ ქეთუსეს ცხოვრებას თვალი ადევნოთ და ყლე კომენტარები დაუწეროთ იმის იქით თქვენ გზა არა გაქვთ წადი ჩაიბანე სუნია გივიდა შედებილო შენა ხო დღეს ის დღეა როცა გიჟი ქელა დავაბრუნე და დანარჩენ შემთხვევაში ახლა მე საჭმელი მოგვს გასაკეთებელი და იდეაში რეცეპტისთვის მოვედი მაგრამ კაი რეცეპტის დედაც ახლა ამცალია თქვენთვის რა რეცეპტი წავალ ახლა მარტო ჩემს ვიდუდუნებ ჩავირთავ სიმღერებს შეიძლება სტრიმიც ჩავთო არ არის გამორიცხული და სტრიმზე ვილაპარაკოთ ასე რომ მიაკითხო კი არა გოგო მისამართს მე თვითონ მოგცემ შიქო არა გაგაია ალეისა სამშვილის დედაო ქალის სირცხვილიო რა სიტყვებს ხმარობსო ქალები არ ჯვავენო ქალით ტუალეტში წავა და კუკუს იზავს სირცხვილიაო ეგ თემა რა დედა აჯვი აქედან ქალი კაცი რამ გაყო ვერ გავიგე ქალიც იგინება და კაციც ზოგს უხდება ზოგს არა ეს გაიგებ ზოგი კომუნისტია ზოგი ევროპელი უფრო ისეთი განვითარებული აზროვნებით არ მინდა რომ ვინმეს გაწყენინოთ მაგრამ ყველა რასტრის დედაც კი მითხრას კეთი ვიდეოში აღარ შეიგინო მაგრამ უამისო თქვენ არ შეგიძლიათ ყველა დაიბლოკეთ ვინც ყლეობა დაწერეთ შექმნით ახალი აკაუნტები დამიმატეთ უყურეთ ჩემს ვიდეოს და ამით ფული მომეცით აბარა შეყლეო შენ ჩემს ვიდეოში ხარ ჩასაფრებული შენ ამით მე მეხმარები და ძალიან მიხარი ხარ გაკოცებევრი თეკლას ვიდეო გაგიკვირდათ მომავალი TikTok მათხოვარიო ისე შენი პირში შევეცი შეყლეო მომავალი მილიონრის შვილს ელაპარაკები ხედავთ რა ამბიციური ვარ მოგიტყანთ დედა ყველა არასწორს წავედი გავაჯვი ახლა საჭმელი მაგასაკეთებელი ჩაო